ხებთვის რომ ჩახვალთ, ეს წერილი ექიმ ელიზბარ ხეთერელს გადაეცით. თქვენ საქმეში მასზე უკეთ ვერ არინ დაგეხმარებათ. შემთხვევით ბატონი ელიზბარი თუ ვერ ნახეთ, გატანთ კიდევ რამდენიმე მისამართი. ყველა ესენი სანდო და გულისხმიერი ადამიანები არიან. მათ მიმართეთ, უეჭველად დაგეხმარებით. მადლობთ ბატონო გიორგი. მე იმ ადგილების რუკაც მოვამზად. კეთილი. აქ თითქმის ყველა ის სოფელი აღნიშნული, სადაც ბევრი კარგი სიმღერა მომისმენია. იმედი მაქვს, ხალხში ჯერ კიდევ ცოცხლობს ეს სიმღერები. კაციებდია წყაროსთან. მან დროზე ხარ, მომეხმარე. მე ექიმი მინდოდა ელიზბარ ხეთერელი. მე გახლავარ. მე ბატონ გიორგისგან ვარ. გიორგი ყანჩაველისაგან. მოგზავნე. ეს მაგას მე მოვუვი. შინშებზე. გამარჯობა. გამარჯობა. იმას სადღა გადაეყარებ? ეს ჩემი მაზლია შალვა ხეთერელი. მე ელიზბარ ხეთერელის მეუღლე გახლავარ. მე ნიკუშან ქვია. მაინც სად გადაეყარეთ იმას? მოგზავნით, სახლში შემოგზავნით. საში ალბათ ძალიან დაიღალე.
ელიზბარი ავადმყოფს მოუვლის და მალე გიახლებათ. მანამდე თქვენ შეგიძლიათ წყაროსთან ხელპირი დაიბანოთ და მტვერი ჩამოიშოროთ. დავბრძანეთ. როგორ გრძანდება ბატონი გიორგი? კარგად არის ბატონი გიორგი. ბევრს მუშაობს. შინიდან არც გადის. მე არ უხსენები ვარ ბატონ გიორგის. უკაცრავად არა. ბატონ ელიზბართან გამომატანა წერილი. სად გადაეყარეთ ლეკოთა თაშელს? ძველი მეგობრები ხართ თუ ახლა დაძმაკაცდით? მომიტევეთ, მაგრამ არაფერი გამეგებ. მე იმ კაცის სახელიც არ ვიცი. საშიო რაცენ. დავბრძანდით. ჩემთან ერთი სათხოვარი ჰქონია ბატონ გიორგის. დიახ. სადო როგორმე გადაგათქმევინოთ თქვენი განზრახვა. რატომ? ეს ბატონ გიორგისაც უცდია. და ეგება ვერ მიმიხვდაო. წერს. არ ვიცი, შესაძლოა. წერს რომ გჩვევიათ უაღრესად დიდი გატაცება. თავდაუზოგავი მისწრაფება. თუ რამე ამოიჭერით გულში. ბატონი გიორგი ამაზრის არის ჩემს. წერს მეთქი. მადლობელი ვარ ბატონ გიორგისა. წერს დაგარწმუნოთ. ახლა დრო არ არის. ასეთი გატაცებისა. რატომ? საშიში დროა. ბატონმა გიორგიმაც ახსენა რამდენჯერ. ბილის ეს ისე არ ეტყობა. გასცდებით თუ არა? მაშინვე ულმოდან ამბებს გადაეყრებით. მე არაფერს გადავყრება. მშვიდობით ჩამოვედი. გავბრუნდები მშვიდობით. თქვენ არც გეცოდინებათ. საუკეთესო ჩამწერი აპარატი წამოვიღე. უწმინდესი ნიუანსიც არ გამოებარებ. უმოწყალოდ ნაცემი კაცი თქვენ არ მომაყენეთ კარზე. ეს შემთხვევით. სხვაც შემთხვევით იქნება. მე არაფერ შუაში ვიქნებ. თქვენ შეგემთხვევათ. ნუ გონიათ, დიდი რამ საბაბი იყოს საჭირო. ტყვია რომ ჩაგიჭედონ შუბლში. ნუ მაშინე. შიში ამ შემთხვევაში დარწმუნების საშუალება არ არის. მე არ გაშინებთ. ხოლოდ გიხსნით. მინდა იცოდეთ. ლიახვის გაღმა გამოღმა. თაში, ბარში. სოფელი არ არის სახალხო მღელვარების დროს აჯანყებულთათვის დახმარება რომ არ გამეწიოს. მაგრამ დღესაც შინიდან როცა გავდივარ, რა იმისათვის დაჭრილებს ტყვიები რომ ამოაცალო, არამედ ბავშვებსა და მოხუცებს რომ უმკურნალო. ეზოს გავწდები თუ არა? სათვალეს ვიხსნი.
ეს უბრალოდ შიში არა. მომიტევით, მაგრამ ეს უფრო ავადმყოფობას აღგავს. თქვენ ისე დაჟინებით მინერგავთ შიშს, თუ არ შეგებრძოლეთ და მიმორჩილებთ. ეცადეთ თქვენსას. ოღონდ რამეში მაინც დამიჯერეთ. მოიხსენით ეგ თქვენი შავი ბაფთა. თეთრ საპელოს რომ გიმშვენებთ. მოიხსენით. შეიძლება პანჯარა გავაღო. ბოლოს და ბოლოს მეტყვით თუ არა? ბატონო. მეტყვით თუ არა? რა დაგაბარათ ჩემთან? საკუთრად ჩემთან გიორგი ყანჩაველმა. საკუთრად თქვენთან. რა უნდა დაიბარები? არაფერი? არაფერი. თუ გამახსენდება ბატონი გიორგი მგონი ასე ბრძანი. დიახ. 905 წელში დაარბიეს ხეთერელთა დიდი გვარი. ორიოდე მუცხოვეთში გაასწრო. იქ მხოლოდ ელიზბარი დაგხვდებაო. იმისი უფროსი ძმაც უნდა გადარჩენილიყო. მაგრამ ის სადღაც აქ თბილისში უნდა იყოს. თბილისშიო? თბილისში უნდა იყოსო. ეხლა დაიძინეთ ბატონო ნიკუშა. დაიძინეთ. საზღვრებში მოკლულია შალვა ხეთერელი. ადრე ჩემჩნეული მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში. საგუშაგოზე უბრძანეს გაჩერდიო, არ დაემორჩილა ბრძანებას და მოკლულ იქნა.
Meradar მიყვეს ადგილას. Meradar მოუკლეს, meradar მოუკლეს. ეს უნდა გავიყვანოთ. გავიყვანოთ. აქეთ აღარ ივარგებს. არა. აღარ ივარგებს. უკეთესი იქნება. უკეთესი იქნება. კავთიში გახვიდეთ. სოფელს აუქცევთ, რა თქმა უნდა. კათარელების სასახლეს შეეფარებით. ქალბატონ ეფემიასთან წამლებს გაგატანთ. ხოლო ხვალ ღამიან პირდაპირ ნატვისისაკენ აიღებთ გესსა. იტრიელებთან მიხვალთ. მერე იმათეცია. გაამგზავრებენ თბილისს. აბა შენი იცი შენი იმედი მაქვს. აბა ვისი იმედი გაქნება? კეთილად გეღლოთ. ეხლავე მივდივართ. ეხლავე. ეზოს რომ გაცდებით, აი ესენი ჩაიცვით. წადით, მშვიდობით იარეთ. დამწვრისა? ჰა, დამწვრისა. მაგრამ ვიდრე სამშვიდობოს გავიდოდეთ, ეგება ცოდნოდა ვინა. ვწანდებით. სახელად ნიკუშა მქვია. ეგუშა არ მომწონს რაღაც. გაჩემდა თავად ნიკოს დაგიძახებ. და შენ როგორც ანებოს. ინდა აიგონა და ინდა არა ჩემო კეთილო და მოწყალე მბრძანებელო. გავიგონებ. მაშრასიზა წინ წყალი უკან ბეწყერიო. ეთი რა გზა გაქვს?
გაგან ვიბანო ვითარცა ესომ იორდანეში ნაღამური ლობიოდა მარტო არაფი ჩვენთვის არაფერი მოგდომებია მე გავიგე რომ ქალბატონ ეფემიას წამლები შემოლევია და მივადე კი პირდაპირ ელიზბარ ხეთერელს შაგებია შენის მუთაკებს ხევმეთკი რას მიგიტოვებია ის ქალბატონი ეხლავე დაამზადეთ წამლები მეთკი დაამზადა თუ არა პირდაპირ თქვენსკენ გამოვეჩურეთ ამას მოუორე თქვენი რატომ ღაშემეშინდა? შიში ბატონებს გარჩევა დავკარგეთ. დავკარგეთ. ქალბატონო ეფემია, დავკარგეთ. პაპისგან შეშინებული დოს უბერავდაო. ურჩხულად მომეჩვენე ლეკო თათაშოვ. ურჩხულად. მაგრამ შენ გამიგებ. შენ არ გებოდი შედი. აი ამ ყმაწვილთან მაქვს საბოდიშო. მაგრამ ალბათ ეგეც გამიგებს. ისეთი ვალი და კისრებია. მე ქალბატონო მართალ საბრძანებთ. უიშვიათესი ადამიანია. ყველაფერი გაეგება, ყველას მიუხვდება და თანაუგრძნობს. მე თუ ლეკო თათაშელი ვარ, ადამიანის გამოცნობაში არ შევცდები. მე ყოველთვის მჯეროდა რომ თავს დავაღწევდით ამ საბედისწერო გაოგლებას. ჯეროდა. და აი ახდა. ახდა. ქალბატონო ეფემია ახდა. რაკიღა ურჩობა გაბედა. მაშის იარსებებს ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა. წავიდე. დაგვაგვიანდება. ჩემი წინაპრები
3 საუკუნეს წერდნენ ჩვენი ხალხის ისტორიას. 3 ტომად შეედგინათ. დაეკაზმათ ვეფხის ტყავში. 3-ვე ტომი ცეცხლში ჩაიბუგა. მაგრამ მე ნეხსიერებით აღვადგინე ბევრი რამ. ბევრიც გამახსენდება. აქ ყველაფერი იქნება. დღევანდელი დღეც შევა ამ ისტორიაში. ეს იქნება ჭეშმარიტ ისტორია. მე ვიქნები ამ დღის წინამძღოლი. წავით, დავგვიანებ. არ გემშვიდობებით. შორიგზით რა გვატარებ? ალბათ სადმე ახლო დარბაზშია სუფრა გაშლილი. გაჯები ჩამომავალო, შემუდო, ქვის ქვეშ ამოსადებო, კარი გააღე მან დასჯა. აქ არის. ადამიანი არავის არ უნდა აყვეს. უნდა ილაღოს, იმხიარულოს, იაროს თავისი გზით. ის ქვეშ ამტოვებთ? იცის ქვეშა ძნელი გაუსაძლისი. თორემ ცის ქვეშ რა გაგიჭირდება, დამხმარე მაინც გამოგიჩნდება. აქ ვინ გამომიწოდებს ხელს? გამოჩნდება. ეგ ურჯუკი დედაკაცი მაინც გამოჩნდება და გაგიღებს კაცსა, მე წავალ თუ არა. არ ამგონია, სწორედ ისე გამოგვისტუმრა, როგორც ბატონმა ელიზბარმა ბრძანა. აქ მე ბრძანებ და რა ბატონი ელიზბარი. აქ მე ვარ მეთქი. და თუ არ გჯერა მე რომ მე ვარ, და თუ არ მოგწონს მე რომ მე ვარ, მაშინ შენთვისა და მე ჩემთვისა. არ მithქობს ამჯერა და არ მომწონს მე. თქვენი მჯერა და ძალიან მომწონხარ. ოღონდ ის მაინც მითხარით, სად მტოვებთ ან საით წავით? არც მიმიტოვები ხარ და არც იგატოვე. ოღონდ იცოდე, არ გამაბრაზო, რაგანა სხვა რაიმე პირობას აქვთ ხო? იცოდე მე ვერაფერი გამაბრაზებს, მაგრამ შეიძლება უცბადაც გავბრაზდე. იფიქრო აქ არაფერია, მაგრამ შეიძლება უცებ განსაცმელიც კი შემოვიფლითო. იცოდე მე არავის ჭკუაზე არ მივდივარ. გაიგე. გავიგე. მაშინ წავიდეთ. ძაღლების ყეფა რომ მოისმის, ეს კავთისია. იქ ერთი ოცხელი ცხოვრობს სწავლული, მეცახელად. უცხოეთში სიმძნე ისწავლა და 905 იქიდან რომ დაბრუნდა, რაც კი რა მამული გააჩნდა, ყველაფერი სახალხოდ გამოაცხადა. ერთი ვაჟი ჰყავს და ბზედამთვარე იმაზე ამოსდის. მეუღლე მშობიარობას გადახვა. სხვა ცოლი აღარ შეურთავს. კაცებმაც იციან ასეთი ერთგულება. ვიღაცა მოგდებს. ალბათ ჩვენივე ჩქამი თუ მოგეჩვენა ვიღაცის ფეხის ხმა და იცოდე, კაცი თუ დაშინდა, ამაზე საშინელი არაფერია.
გიორგი! მობრძანდა. დაბრძანეთ. მომიტევეთ, ცოტა ხანს დაგტოვებთ. ალბათ ბახშმის გადარიგისათვის. არ ვიცი ვინ აბრძანდებით. არც მინდა ვიცოდე. შეღამებისა შემომეხმაურეთ. დაგაპურებთ და მოგასვენებთ. გზას თუ განაგზობთ, თქვენი ნება ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე ჩემ და თავად არც დაგიმახსოვრებთ. ვერც გიცნობთ სადმე რო გადაგეყაროთ. ასეა. ჩვენ სხვადასხვა აზრისანი ყოფილვართ. მე პატივს ავცემ საწინააღმდეგო აზრსაც, მაგრამ ზოგი აზრი ვიტალო უგუნურებაა. მე რაღაც არ მესმის. მე უკვე უთხარი. რა უთხარი? გიორგი! ვიღაცები ხოლია. ლეტოა. რა დატაკი? შემოაღამდა და შემოვიდა. დაეტიო საჯ სოფელში. ჩემი სოფელია. თელი ქვეყანა ჩემი სოფელია. არავის მაგითხებ, თუ სად დავიღებ და სად დავიტენებ. ყველა დაეტიოს თავის ქერქში და მე დამატიონ ჩემს ქერქში. ზედმეტი მოგივა. ჩვენთან დამჩომის. ასე და ისე. არა დამომყევი. გიგო! ვინ არის? ლეგო გახლავარ, თათაშელი. იგოს ამბავი გეცოდინება. როგორ? აქამდის არ გამოსულა? ვინ გამოუშვა? უეჭველად უნდა გამოვიდეს. ეხლა სხვა არის ჩამოსულია ისეთი კაცი.
ეს ჩემი ძმა. ვიცნობ პეტრე ვარაზელსა. დაბრძანდით. მართლა თუ არის ბრძოლის რაიმე ნიშნები? არის. მაშინ გამოგიტყდებით. უკვე გზას ვადექი. ჩვენი ორგანიზაცია ჟანდარმებმა გაანადგურეს. ჩემი ამხანაგები ყველა დახოცეს. მაგრამ თუ არის ბრძოლის რაიმე ნიშნები, მაშინ იცით რა? გასაგებია. ჩემი შეშინ უგექნებათ. ლეკო მიცის. კიდე ბევრ ვინმეს გააკვირვებს ლეკო თათაშელი. შენ ხომ მაინც იცი ლეკო თათაშელს რომ ეძახია. სხვა რაღა ვიცი. შენს კარგად დაიმახსოვრე. იცით ეგ უკვე დავიმახსოვრე. აგარ შენოს ღმერთმა. მეტიც არაფერი მინდა. მე ბევრი რამ იდუმალება ვიცი. ვიცი თუ როგორ ბრუნავ ჩარხი წუთისოფლისა. მინდა აღმა დავატრიალებ, მინდა უკუღმა უზავ პირსა. ნუ გეიოლება. მარანი არ გეგონოს. თუმცა მარანსაც ბევრჯერ დაუცი ხარ ძირსა. მე? შენცა, სხვანიცა, ვინ შეშჭიდებია? სადაც სხვანი? იქაც მე? ეგ არის. ეგ ვაჩერებს. თორემ წინააღმდეგობა ეხლა მეტის მეტად გაწენელებულია. აღარ ასჯობს. და სადაც არ ასჯობს, გაცლა ასჯობს თონა თქომია. მაგრამ ვის გავეცალოთ? რას გავეცალოთ? ვინც გაეცალა რა მოიგო? ეგ მაფიქრებს ამდენი ხანია და ამიტომაც შემყოვნებულ ვარ. მომყევით. სადარი პეტრე ვარაზელი? ის ორნისა წავიდნენ. აქ რა ვინ არისო? იცოდე, ისინი თუ დავიჭირე, შენც არ გადაგვირჩენი. იქით. თუ შეიძლება გაიმეორე შენი სიმღერა.
ბიძაჩემა თქვა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ხოლო მე სადაც მეწყით, იქ გავჩდებიო. თუ არ დაგჭირდებით, თუ არ დამიცახებთ, მე ჩემს გზას ვეწევიო. ასე თქვა ბიძაჩემა. გთხოვ, კიდევ ერთხელ გაიმეორე შენი სიმღერა. იმღერე, ამ ყოფაში სიმღერა გაგვაკლია. დაიწყო. Ach, Lazare, Lazare, წაზრუბლები ახარე, აღარ გვინდა ძის ნამი, ღმერთო მოგვედ ზის თვალი. საოცარი თვალთმაქცობა ფონოგრაფი სიმღერა და რუკას არაფრით არ მაწყენებ. იცით რა? ჩვენ ახლა ყველაფერზე მტკიცედ უნდა მოვილაპარაკოთ. ავილაპარაკოთ. თქვენ რატომ გონიათ თითქოს რაღაც საიდუმლო დავალება მქონდეს? რატომ გონიათ ან საიდან მოიტანეთ? თქვათ მართლაც ასეა. ყველა შემთხვევაში რომ გაუმხილოთ, რა წესია? რაღაც მოულოდნელ ყოფაში ამოვყავი თავი. საოცარი შიშის უნდობლობის გარემოში მოვეკეცი და მხოლოდ ერთი სურვილი დამუფლებია, როგორმე დავახტიო თავი აქაურობასა. ასევე მირჩია. ნება მომეცით ვახსენო ელიზბარ ხეთერელი. ახსენე. ასევე მირჩია და გზაც დამისახა თუ როგორ დამეხსია თავი და მიკვირს რატომ ავხდით ამ გზას? აი ეს უნდა გადავწყვიტოთ. თუ არადა. თუ არადა. იცით რა? გაიდა, არაფერი. არაფერი ვიცით, არც შენა, არც მენა. გამოვჭედილვათ ამ ნანგრევებში და რაც ხალხს მიცეთ თავი არ ვიცი. ვიდრე აქედან არ გაგვიღწევია. არც არაფერს იპასუხებ და არც არაფერს შეგაკითხები. იტრიელებთან მოვედით? უკეთეს ადგილას მოვედით. მობრძანდი. შენმა ქალბატონმა რომ იცოდეს ვინ მოვიყვანე? ბატონო ჩემო! როგორც ვხედავ, კარგად ბრძანდებით ქალბატონო გურამდუ. კაჟივით ქალი ხარ, დიდხანს იცოცხლებ. ბევრს შეესწრებით.
ხუჭი იმედის სასოწარკვეთაზე უარესია. ახალგაზრდები სხვაგვარად ფიქრობენ, ჩემო კეთილო. აი, მათი წარმომადგენელი, შეხედეთ და ჯეროდეთ, რომ ჯერ არაფერი დაკარგულა. ჯეროდეთ და სწამდეთ, რამე თუ სწამს ლეკო თათაშელსა და რაცა სწამს ლეკო თათაშელსა. ურან დუხტი იმას არ იწამებს. არც ვულკანი, არც მემწა, არც მემჯერა. მერე და რატომა? თუმცა ყოველთვის ასე მე ურჩებოდით, მერე მეთანხმებოდით. მე ვიწყებ. მე გამოცანების თამადა არ გახლავარ. რასაც ეხლა ვიტყვი, ის იქნება პირველი და თავი და თავი. აქედან მე მოგახსენებთ თუ ვისი სადღეგდელოა. ბექარი, დიდი ბექარი. აი, სწორედ ამას ვეძებდი, დამიცხი. მაშ ბექა სადღეგრძელოა. დიდი ბექარისა და მისი ციხე-სიმაგრის. აქ დგება ციხე ნანგრევებიდან, ჩამოიკვრება ზარები, რომელიც გაუწყებს აღდგომასა ახალი ცხოვრების დასაწყისს. აგერ ჩვენი სტუმარი ეს მოგზალებული ყმაწვილი. ბატონო ლეკო. ნუ გეშინიან აქ უცხო არავინ არის. აქ ითქმება და მეც ვამბობ, თუ რა მოვალეობა დაფკისრებია. ბატონო ლეკო. დამაცადე. ვეღარ დაგაცდით. დამაცდი. ვერა. მაშინ შეთვის გამილოცნი ეს ხარცი. მაგისოდ ვიტყვი. უილია. რაღაც გაუგებრობა. მე არაფერში უაში ვარ. მე მხოლოდ სიმღერების შესაკრეფად ჩამოვედი. მაგრამ მირჩიალის ვარხეთერელმა გავცლოდი აქაურობასა. მეც მინდა გავეცალო. ვერ გავცლი ვარ. და ჩემს გარშემო იქნება რაღაც ზღაპრული, დაუჯერებელი ამბები. ცაცმისი ჩამოვარდნი. ხანძი მეთქი. ის გაუგიამდენი ლაბარაკი უსასმედოდ ლეკო თათაშელის სუფრაზე. ლეკო. მას გაჩუმდეს. გავჩუმდები. ოღონდ იცოდეთ, რომ მხოლოდ სიმღერების შესაკრეფად ჩამოვედი. ვითომს დაგიჯერეთ. ეგრე იყოს. მე ვსვამ ბექას სადღეგრძელოს. მაგრამ მტერი დაგეცალოთ როგორც მე ეს გამოვცალო.
ვირტყვი ნახლა ვირტყვი საუზმე მზად არის, წამობრძანდით. მე უნდა წავიდე. ქალბატონი დედა ბრძანებს ლეკოს ულცოდა. ორ დღეღამეს მაინც გამოიძინებსო. ორ დღეღამესო? ქალბატონი დედა ბრძანებს ლეკოსაგანეს მოსალოდნელია. მაშ მე რა ვიღონო? იძულებული იქნებით შეიცადოთ. შეგაწუხე. ქალბატონი დედა ბრძანებს სტუმარი ღვთისაა. ჭადრაკს ხომ არ ინებებთ? არ ვთამაშობ. თქვენის ნებართვით გარემოს დავათვალიერ. თქვენ? ხატავთ? არა ისე. შეიძლება? ინებეთ. ციხე. ისევ ციხე. ისე ციხის ხატვა გისწავლიათ? ვერა. ვერა? ზვიადია ციხე. მე ზვიადი არ გამომდის. ზვიადი ადამიანია? ყველაფერი ზვიადია, რასაც ზვიადი ადამიანის ხელი ატყვია. ქვაშიც გადადის ადამიანის სული. თქვენ ნამდვილი მხატვარი ყოფილხარ. თქვენი დებიც? არა, დები არა. დიდე და გურანდუხტი ქარგავს.
ხო, ბატონი ლეკო ბრძანებდა. ბატონი ლეკო უცნაურია. დიდა და გურანდუხტი ბრძანებს ასე. დიდა და გურანდუხტი ბრძანებს. და თქვენ ყველას გჯერათ მისი. ყველას აგჯერა. თქვენც გესაუბრათ, გჯერათ თუ არა მისი. რა მოგახსენოთ? ყველას იმ ჯეროდა. ახლა დავიბენი. თითქოს რაღაც ქსელში ვიხლარდები. თითქოს ვეღარ დავახცევ თავს. თითქოს რაღაც მარწუხი მოიწევს და საცა წდება ყელში. ეს სისუსტეა, ვიცი. ამას არ უნდა ვამბობდე. რაიმე უნდა მოვიგონო, გმირული. თქვენ გმირი მოგხიბლავთ. გმირი ყველას ხიბლავს. მაგრამ მე გმირი არა ვარ. მაგლახ რომ გარდასულად რო გმირობის. Dabრძანდით. ეს შაქრო გახლავთ, ცისკარეშვილი, ჩვენი მოურავია. ქალბატონ დედას ელიზბარხეთერელთან გაუგზავნია. თქვენი ამბავი აწუხებდა. ლეკოსას ხომ ვერაფერს გაიგებო. მოახსენე? ელიზბარმა ასე დამაბარა. ლეკომ ვერ გამიმართლაო. მანდაც კარგად მეგულებით ოღონდ, როგორც დავთქვით, ისე უნდა ასრულესო. ეხლა მე გადაგიყვანთ იტრიელებთან. ქალბატონი დედა ბრძანებს, სასურველის სტუმარი ხართ, მაგრამ ვერას ჩავიდენთ ელიზბარის უნებურსაო. გმადლობ. ჩემი მადლობა უსაზღვროა. უსაზღვროა ჩემი პატივისცემა თქვენთან. ყველასადმი. განსაკუთრებით ქალბატონი გურანდუხტისადმი. ჰეი, სადახარ! რა ხდება აქ? უჩემოთ. ის რაც უნდა მომხდარიყო უშენოდ. ჩვენ უკვე გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. გვრეკა? ვინ აკადრებს ლეკო თათაშელსა? არავინ. ლეკო თათაშელია. ისიც აუტანიათ არჯევნელებსა. სტუმარი ღვთისა. აგაშენათ ღმერთმა. ღვთისა ვარ და მომეკეცით ღვთაებასა. ღვთაებას ერთხელ შევწირავთ ზვარაგს და მოგვეშვება ხოლმე. მამადლი? არა, შეიცეთ, როგორც გენებოს. ხოლო ეს მიდის. მიდის? მაშინ მეც მივდივარ. მივდივარ ნაწყენი და დღეიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ ოჯახში. ღვთის გულისათვის. მე ისეთი ნასიამოვნები ვარ. ნუ ჩამამწარებთ. გადაგიბირე.
საკმარისია თვალი მოვატყო, იმ წუთშივე გადაიბირებ ყველა ჩემს მეგობარსა. მაგრამ ჩემო ახალგაზრდა გადაბირებულო მეგობარო, მე მოვალეობა მაწევს და თავისუფალი ხარ, მაგ მოვალეობისაგან. აგვიღა შაქრო გახლავარ ცისკარიშვილი. გურანდუხტის მოურავი. ელიზბარ ხეთერელმა დამაბარა, ჩემი სტუმარი მალე გადაიყვანე იტრიელებთანო. რაო? სტუმარიო? სტუმარსაც მეცილებით? ელიზბარმა ერთი დღე არ გააჩერა თავის სახლში. მე 10 შემოვატარე, 1000-საც კიდევ შემოვატარე. კარგი ლეკო, კმარა. ფეხს ვერ გაადგავ ჩემს უნებურადა. გერ ჩემი ბრძანებელი არ გაჩენილა ამ ქვეყანაზე. ბატონო ლეკო, ერთად წავიდეთ. ჩვენთან იქნები. ჩვენთვის ზედმეტი არავინა. პირიქით უკეთესიც არაც, მეტი ვიქნებით. განა არა? შეკარი. იოლად გახუმრები ხართ ლეკო ტატაშელსა. ვის მე დავითი მქვია. ახაბერი. ბაკარი. როსტომი. დიმიტრი. გიორგი. ახალავე სამხარის იქნება. მე არაფერი მინდა. სტუმარმა 3 წვილი უნდა თქვას. მეჩქარებაო, არამშიაო, აქეთ არ მოვდიოდი, თორემ მშვენიერი საშუალება მქონდა თქვენთვისაო. მოვზანეთ.
იცით? ყველგან ისე მიიღებენ. იმგვარად საუბრობენ. თითქოს ვინმეს განსაკუთრებული დავალებით მოვევლინებინ. თითქოს რაიმეს ვაწყობთ. მე არ მინდა რომ აქაც იგივე იფიქროთ ჩემზე. რადგან ელიზბარი გვატყობინებს. თბილის გაამგზავრეთ ეს კაცია. ცხადია თბილის უნდა გაგამგზავროთ. ცხადია სხვა არაფერი იგულისხმება ამაში. რომ იცოდეთ რა სიმძიმე ჩამომხსენი. ვიცი. დაგვაპურე. თქვენ უმჯობესია შინ შეხვიდეთ. მოისვენოთ. საიდან? ეს არის მოვედი. არც სულის მოთქმაო. არც მოკითხვაო, არც დღეგრძელობაო. ფარცხები დაწანიო. სადაურის სტუმართმას მიზლობა, ჰა? შენ გეწოდინება. ეგება მეც მოგეშვია. არა დაჯექი. შენ რას მომეშველები? ამას ცოდნა უნდა. კარგი ფარცხი ნახევარი მოსავალია. ნახევარიც ამინდია. და გუთნის დედა რაღაცა ტრაბახობს, ვერ გამიგია. რა გეცინება? ხო, მეცინება. ცოტა ტრაბახი გამომივიდა. ისე რამე ფარცხება ამ ფერის ცვალება დღეს. ნამდვილი მუშაკაცი არ უნდა მუშაობდეს დღეს.
უნდა დაილოცოს ფერისცვალება დღე. ეხლა შენ აღარავის ახსოვ ხარ. წუხელი სხვავი რომ დარჩათ. გაუნიავებელი ჯერ ის უნდა შეაბინაოთ. მერე სხვა საქმე გამოუტყვრებათ. შენც მერე მოგაკითხავენ. ეგება დღესვე არ გაგისტუმროთ. რას გაიგებ ამაცას? ჩვენს რას ვეძიებთ? თუ რა განუზრახავთ? აგერ ბახს რომ გავცდებით, სერი მოიჭრას. იმ სერს რომ გავირბენ, თითქოს ხელის გულზე ქონია ფერისცვალების ტაძარი. გალავანში ცხოველ დაეტევიან, ამ დღეობა დღეს სულ მოფენილი იქნებიან გალავნის გარეთაც. ჩვენ მივირბენთ, ისინი იქვე შეგვეგებებიან. მე არ მეზარება ფეხით სიარული, შენც არა გიჭირს რა.
დაგიხსნით, დამაცადე. ყრილობისას არა, ძარცვისას არა, ხანძრისას არა. მე არ ვიცი, მე სხვა ვიცი და სხვას მოგახსენებთ. მე ლეკო გახლა ვარ თათაშელი. მე ვარ მოთავე გამოსვლებისა, აჯანყების მოთავე. მე ვარ, ოღონდ ეგ არის, ვერ მოგასწარით, ვერ დაგასწარით. თქვენმა იმარჯვა. ეგეც ხომ თქვენს ხელთა ჩემი იმედი და მარჯვენა ხელი. ოღონდ მაგას ნუ აწამებთ, ეგ ვერ გაუძლებს. მაგის სტილი მე მომარჯვეთ. ესა ვარ. აჰა, ლეკო თათაშელი. არა მაცთუნი ადამიანთა, არა ძარცველი ეკლესიისა. ეს მე მოვსულა ფერისვალებასა, ეს მე ველოდი მარიამობასა, გერეთობასა, თავგერეთობასა, ბოლო გერეთობასა. რუკაცა ჩემი ხომ თქვენს ხელთა, ჩემი რუკა დაგიდასტურებთ, მოწმეით ჩემი, მე შევადგინე მარტოდ, მე გამოვთვალე, არავინ გარიო ჩემს მეტი აკა. აჰა, ეხლა თქვენს ხელთა ვარ. გადამიწყვიტეთ, როგორც გენებოთ, ოღონდ კოცონი არ არც, სახჩობელადაც. დახრეტა. მომკვეთეთ თავი და შემომატარეთ მთლად საქართველო. მედი, რა გინდათ, ეს არის ჩემი ბოლო სურვილი. იგულეთ სული, ტანჯული სული, სული ჩემი, მაგრამ თქვენთანა. რაში გამდირე? რა მიხსნის? უარღავ რა თქვი? დოს მოეკიდა უარღავ. ექიმიელის ბარხეთერელი. გახლავთ. წამოდი. აკარი, ვიპოვე. დაიდი. წამოდი. უნდა წამოხვიდე. მე მალე დავბრუნდებ და მერე გავნაბუნებ. ეგეც სამოა. მაგას თავი დაანებეთ, ეს ესაა ჩამოვიდა. მაინც უნდა წამოვიდეს. იქ გავარკვევთ ყველაფერს.
ხარ შაქრო ცისკარიშვილი. ვარ. ჩვენთან დამხვალ. რა გინდა? ვინ ახარ? თავი დაანებეთ! თავი დაანებეთ! ესენი რა თქმა უნდა დასაპურებლად აღარ მოსულა. არტალი ხარ. აინს გვეკრიფეს მიზეზი. ვერ გადაურჩით. როსტომ მიტრიელი რომელია თქვენში? გამოდი. გამარჯობა. რა გიმარჯვებს? მიცანი? კიცან. რუკის ამბავს გაიგებდი. რუკა. ექსაბაბი. ეგეთი გულუპილო გეგმები ვისექნებოდა. ღმაწვილური მონახაზი. ცხადი ადვილად აგიხსნით და გარწმუნებთ. ბოდის მოგიხდით გაუგებრობისათვის და შინ გაგვიშვებთ. ასეთ მხილებას ვინ გაუშვებს ხელიდან? გამოიგონებდით რომ არ გამოჩენილიყო. ჩვენთვის ეს საბუთია. თქვენ უსაბუთოდაც წპობთ ყველას. ვინც თქვენი მონა და მორჩილი არ ხდება. ამაო ლაპარაკია. ამაო, ძალა თქვენს ხელთა. ერთი წლის წინ აჯანყებას სისხლით ჩაახშეთ, ჩვენ მოგვადექით ახლა. ჩვიდობიან ხალხზე. რა სიზა? ასეა. ჩვენ რეჟიმს ვიცავთ. არა, თქვენს რეჟიმს უკვე ვეღარაფერი დაიცავს. იცით, მეფის იმპერია განწირულია, თქვენ მომავალი გაშინებთ და ამიტომაც განუკითხავად წპობთ და ანადგურებთ ყველაფერს. მაგრამ რატომ არ ფიქრობთ თუ ყველას იმსხვერპლებთ? ვიხაზე იბატონებთ. მარა ამ საუბრისთვის არ მომიხმიხარ. მომისმინე. ქალაქს უნდა წაგიყვანო. გზაში გვეტყვიან გაიკეცითო. თუნდაც ეგრე იყოს. ოღონდ შენ გზას არ გაუდგე, იქვე ჩაიმალე სადმე სოფელშივე. ისთვის წუხდები. რაც არ უნდა იყოს, ერთ მერხზე მსხდარ ვართ. სათვალავში რომ დაგაკლდები? შენს ასეწიე. მადლობერი ვარ მაგ წყალობისათვის, მაგრამ რომ იცოდე, გაქცევა ადრეც მომიხერხდებოდა, დროც ჰქონდა საშუალებაც, მაგრამ გასაქცევი არცაით არ მქონია, არ მქონია და არც მექნება. ერთი სათხოვარი მაქვს. ის ყმაწვილი მუსიკოსი გაუშვი ჩემს მაგივრად. ის არაფერ შუაში არ არის.
ის მუსიკოსი შემოიყვანეთ. ჩემი ბრალი არ არის. ვიცი. ვერაფერი გავაწ. როცა მივხვდი, ვეღარაფერი. რა მოხდა? ლეკო თავი ჩამოიხრჩო. მე წევრი დღეს ეს მოგზაურობა რომ ავიღე. Back. ერთი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი. ექვსი. შვიდი. რვა. ცხრა. ათი. ერთი აგრია. გააჩერე. ჩამოდი ურმიდან. ჩამოდი მეთქის. მე რაღაცა, კაცო. გაუდექი ამარ შუაში. დავედით.